უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით ფინანსები, კარიერა, ჯანმრთელობა, სასწავლო ურთიერთობები, ზოგადი ენერგიები და რჩევა თქვენთვის. ვიდეო რეზონირებს და მოქმედებას იწყებთ აქტუალურია მაშინ, როცა შეგხვდებათ. არ აქვს მნიშვნელობა ეს დღეს შეგხვდებათ, 2 დღის მერე, 1 კვირის მერე, 1 თვის მერე თუ 1 წლის მერე. ეხლა იფიქრეთ საკუთარ თავებზე, ვნახოთ ზოგადად რა ენერგიებში იქნებით მომდევნო 1 კვირის განმავლობაში. დავიწყოთ ჯერ ზოგადი ენერგიების აღწერით. კვირა საკმაოდ პოზიტიურია, ოპტიმისტურია, რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი დასაწყისები, სილაღე, მეგობრობა, მხიარულება, პოზიტიური ენერგიები კარგი შემოდის ამ კვირის განმავლობაში, რაღაცა აი სასიამოვნო ამბები შეიძლება გაიგოთ, ან რაღაცა იმედის მომცემი და პერსპექტიული შესაძლებლობები გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. თითქოს აი გულში გიხარიათ რაღაცები შეიძლება მომდევნო კვირაში, მაგრამ არ გინდოდეთ ამის აფიქსირება და ჩუმად გიხაროდეთ რაღაც ისეთ სასიამოვნო ენერგიები იყოს, მაგრამ ყველასთვის გაზიარება არ გინდოდეთ და არც არის ალბათ საჭირო ყველასთან ამის გაზიარება. კვირა საკმაოდ ძლიერი ენერგიებით არის დატვირთული, როგორც გითხარით, დიდი პოზიტიური სიახლეები შემოდის. შესაძლებელია რაღაცა ახალი გზები გაიხსნას თქვენს წინაშე მომდევნო 1 კვირის განმავლობაში და აი ესეთ ჰარმონიულ თბილ ენერგიებში გადახვიდეთ ნამდვილად, ანუ ძალიან კარგი ამბები გიჩანთ აქ. ეხლა რაც შეეხება ფინანსებს და საქმის თემას. ფინანსები, შემოსავლები გიჩანთ, ბევრი არ გიჩანთ ეხლა ამ კვირაში ფინანსური ენერგია რო ვთქვათ, მაგრამ რაღაცა შემოსავალი არის, შეიძლება გაგიხარდეთ კიდეც. ფინანსებში ასევე შესაძლებელია რომ რაღაცა საქმის დაწყება გაქვთ და იწყებთ, რომელიც არის პერსპექტიული. მომავალში გამოდგეს. ეხლა პატარა ხარჯების კუთხიდან დიდად დანახარჯიანი კვირა არ არის, არაუშავს რა ენერგიებში. ფინანსები საკმაოდ სტაბილურად ნელ-ნელა ვითარდება. თითქოს გაგიხარდებათ კიდეც რაღაც მომენტში ფინანსური შემოსავალი ან შესაძლებლობა, რაც შეიძლება გქონდეთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას. პირადში ცოტა დაძაბულობებიც არის, ცოტა, ალბათ უფრო კვირის მეორე ნახევრისკენ ჩანს ცოტა რთული სიტუაცია, ან ეჭვიანობასავით შეიძლება იყოს, ან რაღაცა თქვენი სიმართლის დამტკიცების ცდილობებში იყოთ პირადში, ანუ თითქოს და კვირის დასაწყისი არის პასიური და ჩაკეტილი ენერგიები პირად ურთიერთობაში, არაფერი არ იძვრის, არც იქით, არც აქეთ, შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. შეიძლება რაღაცა ახალი შანსიც გამოჩნდეს პირად ურთიერთობაში, ან ვიღაცა რამე შემოგთავაზოთ, ან ურთიერთობის დაწყების ცდილობა, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ამის სურვილი და რაღაც ცოტა ისე ჩაკეტილ ენერგიებში ხარ და იძახით, რომ არსებული სიტუაცია როგორშიც ვარ, ესეც მისაღებია და აღარ მინდა ეხლა ახლის დამატება და ახალი ენერგიებისთვის თლად არ იხსნებით ამ კვირაში. შეიძლება თქვენთვის საინტერესოც არ არის და ახალ ემოციებს არაფერს გაძლევდეთ პირადში ეს სიტუაცია და ამიტომ იყოთ ჩაკეტილ ენერგიებში. ცოტა შეიძლება ვიღაცამ ძლიერი ინიციატივაც გამოხატოს თქვენ მიმართულებით, მაგრამ თქვენ როგორც გითხარით, თქვენს პირად საზღვრებში ზიხართ და იძახით, რომ არა. ეხლა მე როგორც ვარ, ესე მინდა სტაბილურობა შევინარჩუნო, სიმშვიდეში ვიყო. ჯანმრთელობის კუთხით რაც შეეხება, სხვათა შორის შეიძლება თუ რამე პერიოდული ციკლური ქრონიკული დაავადება გაქვთ, შეიძლება გამეორდეს, არის მოსალოდნელი აი ეს რისკი ჯანმრთელობაში, ვთქვათ სეზონური რამე დაავადება, ან გრიპი, მაგრამ უფრო ქრონიკული პრობლემები შეიძლება გქონდეთ და ის პერიოდულად გიმეორდებოდეთ და გაწუხებდეთ და ის კვირა არის მაგის შესაძლებლობა. მაინც უმეტესად ამ კვირაში ჯანმრთელობის კუთხით აქტიურ ენერგიებში გხედავთ ცოტა გარდამავალი ტრანსფორმაციული ენერგიებიც ამოგდით ჯანმრთელობის კუთხით შეიძლება რაღაცა ახალი ენერგიებით შემოვიდეს და განახლება და გაცოცხლებაც მოხდეს თქვენი ჯანმრთელობის მომდევნო კვირის განმავლობაში. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის. რჩევა ესეთია, არ ვიცი ახლა შეიძლება მომდევნო კვირაში გარკვეული არჩევანის წინაშე დადგეთ. გააკეთეთ არჩევანი, ამას გირჩევთ ტარო მომდევნო 1 კვირის განმავლობაში. ოღონდ არჩევანი უნდა გააკეთოთ ძველის დასრულებისკენ, ახალი გზებისკენ უნდა წავხვიდეთ. იქ სადაც თავი ამოწურეთ, იქ სადაც უკვე მეტი რესურსი აღარ არის, დროა რომ გაუშვათ ეს სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან და წავხვიდეთ, ან დატოვოთ ყველაფერი ძველი. შეიძლება ცოტა მტკივნეული ტრანსფორმაციაც იყოს, მაგრამ აიღეთ პასუხისმგებლობა და გააკეთეთ ეს არჩევანი. მორჩით რესურსების და ენერგიის უაზრო ხარჯვას და უაზრო ფლანგვას. იქ სადაც უკვე აზრი აღარ აქვს. შეიძლება ფინანსური სამსახურის კუთხე იყოს, შეიძლება პირადი, შეიძლება ზოგადად ცხოვრებისეულად რაღაცებს ერთცვლით, ეკიდავებით, ხარჯავთ ენერგიას, მაგრამ შედეგი არ მოდის და რჩევა ესეთია, რომ უშედეგო რესურსების ხარჯვას თავი დაანებეთ, სადაც ვერ დაგაფასეს დროა იქიდან წახვიდეთ. ამ კვირაში ნელ-ნელა ახალ გზებზე იფიქროთ. პოზიტიურ, ბედნიერ, წარმატებულ კვირას გისურვებთ, სიყვარულით, სიხარულით სავსეს, რაც გულით გსურთ, ის სურვილები აღსრულებოდეთ ამ 1 კვირის განმავლობაში.
არ დაგავიწყეთ ვიდეოს და ლაიქება და ჩემი გვერდის გამოწერა. მადლობა ყურადღებისთვის.